გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას აჭარის 5 მუნიციპალიტეტის კოალიციის გამგებლობის კანდიდატები ოფიციალურად წარუდგინა. ევროპის მოედანზე გამართულ პრეზენტაციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და აქვე დასძინა, რომ იგი კოალიციის ერთპიროვნულ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატების წარდგენამდე ევროპის მოედანზე ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. პრეზენტაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწრებოდნენ. კოალიციის მხარდასაჭერად ღონისძიებაზე აქტივისტები აჭარის 5-ვე მუნიციპალიტეტიდან იმყოფებოდნენ. მივესალმები ჩვენს სიამაყეს, ჩვენს აჭარას. ძალიან ბედნიერი ვარ. ამდენ ხალხს რო ვხედავ. მე მინდა მოგესალმოთ ყველას გულითადად. დამერწმუნეთ, რომ აქ აჭარაში, ბათუმში, სულ სხვა სიმძაფრით იგრძნობა ქართველობა, საქართველოს სიყვარული და ერთგულება. დღევანდელი დღე ჩვენი ერის ისტორიაში არის მნიშვნელოვანი დღე, წინ უფრო მნიშვნელოვანი დღე გველოდება, რასაც ქვია 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ქართველი საზოგადოება გააკეთებს სწორ არჩევანს და ხმას მიცემს კოალიცია ქართული ოცნებას. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხალხი მოვიდა და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქობულეთისთვის და მე ღმართ ვარ დარწმუნებული, რომ ქობულეთელები მიიღებენ სწორ და ღირსეულ არჩევანს.